ვრცელდება ვიდეო რგოლები, როგორ დააჯვა ფაშინიანმა პუტინს თავზე კრემლში შეხვედრისას. პუტინმა მოინდომა ფაშინიანის დაჩაგვრა და უთხრა მას მოლაპარაკებებისას, ასე თქვათ პირისპირ, რომ გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, თითქოს რუსეთმა არ შეასრულა ოდკბ-ს, ანუ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების პუნქტები, რომ არ დაეხმარა სომხეთს აზერბაიჯანთან დაუმშიო, ეს აბსურდი არისო, რადგან თვითონ თქვენო 2022 წელს განაცხადეთ იმის თაობაზე, რომ ყარაბაღი ეკუთვნის აზერბაიჯანს და აზერბაიჯანის შიდა საქმეებში ჩვენ ვერ ჩავერევოდითო. ამაზე პაშინიანმა უპასუხა, დიახ, მართალია, რომ ჩვენ მე 2022 წელს განაცხადე, რომ ყარაბაღი არის აზერბაიჯანის ტერიტორია, მაგრამ ეს მხოლოდ იმის შემდეგ გავაკეთე, რაც დავრწმუნდი, რომ თქვენ არ ასრულებთ კოლექტიური შეთანხმების ხელშეკრულებას, ოდკბ-ს ხელშეკრულებას და არ გვეხმარებითო. ჩვენ იძულებული გავხდითო, რომ ეს გაგვეკეთებინა, რომ ომი კიდევ უფრო დიდ უბედურებაში არ გადასდილიყო და ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ დაგვეთმო ყარაბაღიო. აი ასე. ფაშინიანმა ქოცთა ბელად პუტინს თავზე დააჯვა შიგ კრემლში და მთელი მსოფლიოს გასაგონად უთხრა, რომ ის არ ასრულებს ნაკის რვალდებულებებს მოკავშირეებისადმი. რასაც არაერთხელ ჩვენ ვამბობდით და მე პირადად არაერთხელ მithქვია. პუტინმა ვერ დაიცვა სირიაში ასადი, პუტინმა ვერ დაიცვა სომხეთი აზერბაიჯანის ომში, პუტინმა ვერ დაიცვა ვენესუელაში ის უბედური მადურო. ეხლა ვერ იცავს ერთი აიათოლა მიუკლეს. კიდევ სხვა რაღაც სიტყვა ვთქვი, მაგრამ ეკუთვნის მაინც. ეხლა მეორეც, რა ვიცი, სად არის დაკარგული, არ ჩანს, რაც აირჩიეს, ჩუმად არის. აი ეს არის პუტინი და რუსეთი. ეს ყველას იმათ გასაგონად, ვისაც გონია, რომ რუსეთი თავის კალთას გადააფარებს ყველას და რაც გადააფარებს. ჩაჯმული არის მთელ მსოფლიოში და აგერ ფაშინიანიც კი აჯვამს შიგ კრემლში. კოცებო. აი ეს არის თქვენი მამამარჯვენელი პუტინი. დაჩმორებული.